საქმიანი საღამო სპონსორია კორა კონსალტინგი. საქართველოში გერმანიის საელჩო აქვეყნებს დამატებით ინფორმაციას გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რაც 227 მილიონი ევროს საკრედიტო დაფინანსების შეჩერებას უკავშირდება. საუბარია საქართველოში მაღალი ზაფხვის გადამცემი ხაზების მშენებლობის, ბათუმის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებისა და ბათუმში მწვანე წყალბადზე მომუშავე ავტობუსების შემოყვანის პროექტების შეჩერებაზე. საპენსიო სააგენტომ დირექტორის ვაკანსია გამოაცხადა. მათივე ინფორმაციით დოკუმენტის მიღება 20 იანვრამდე გასტანს. საპენსიო სააგენტო დირექტორს ეძებს, რომლის დარიცხული ხელფასის 14500 ლარია. აზერბაიჯანის სპეციალურ საკარანტინე რეჟიმს 2025 წლის 1 აპრილამდე ახანგრძლივებს. შესაბამისად, აზერბაიჯანის საქართველოს სახმელეთო საზღვარიც დღესთვის გაცხადებული ინფორმაციით აღნიშნულ თარიღამდე არ გაიხსნება. მოგესალმებით, ეს საქმიანი საღამოა, გადაცემა, რომელშიც ბიზნესზე და ეკონომიკაზე ვსაუბრობთ. ჩვენ კი ამ გადაცემის ავტორები გიორგი თოლორდავა და გიორგი არონია ვართ. დავიწყოთ. რამდენიმე წუთის წინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დაასანქცია. ამ გადაწყვეტილებას ვაშინგტონი იმით ხსნის, რომ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობის ქვეშ ქართულმა ოცნებამ საქართველოს ევროატლანტიკური ტრაექტორიიდან გადაუხვია, რითაც კრემლის ინტერესები გაატარა. ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის განცხადებით ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ ხედვას, რომელიც ქართველი ხალხისა და საქართველოს კონსტიტუციის მიერ არის დასახული. სანქციების შედეგად პირის ყველა საკუთრება, რომელსაც ის ამერიკაში ფლობს, გაიყინება. ხაზინის ეს გადაწყვეტილება იმ თანხებსაც ეხება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა კრედიტ სუის სინგაპურში მიმდინარე დავის შედეგად მოუგო. როგორც იცით, გუშინ სამთავრობო მედია საშუალებებში რამდენიმე ქართული კომპანიის საჯარო წყაროებში ხელმიუწვდომელი იმპორტ-ექსპორტის მონაცემები გამოქვეყნა. ისე გამოვიდა, რომ სამთავრობო მედიის ყურადღების ცენტრში სწორედ ის კომპანიები მოხვდნენ, რომლებიც თავისუფალი ბიზნესის პლატფორმას და იქ არსებულ ორ მოთხოვნას, ახალ წლამდე დაკავებულთა გათავისუფლებას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას შეუერთდნენ. აღნიშნული მედია საშუალებების ცნობით, კონკრეტული კომპანიების მიერ კონკრეტულ ქვეყნებთან დაკავშირებული იმპორტ-ექსპორტის სტატისტიკა მათ ქართულ ოცნებაში მიაწოდეს. წყაროს გადასამოწმებლად BMG დაუკავშირდა როგორც მმართველ გუნდს, ასევე შემოსავლების სამსახურს და საქსტატს, რომლებიც ამ ტიპის ინფორმაციის ოფიციალური წყაროები არიან. უბრალოდ რამდენად ჩვენთვისაა ცნობილი, ცალკეული კომპანიების დონეზე მსგავსი მონაცემები არ გაიცემა. პირველი კომპანია, რომელიც სამთავრობო მედია საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, PSP იყო. გავრცელებულ ინფორმაციას კომპანიაში დეზინფორმაციად და თავისუფალ ბიზნესზე მორიგ ზეწოლად აფასებენ და ამბობენ, რომ კომპანია ბიზნესს აწარმოებს არა რუსულ კომპანიებთან, არამედ წამყვან ევროპულ ფარმაკოლოგიურ გიგანტებთან, რომელთაც წლების განმავლობაში ლოგისტიკური ცენტრები რუსეთში ჰქონდათ განლაგებული, მაგრამ ახლა მიწოდების ჯაჭვების შეცვლილია. ამ ისტორიას აღვიქვამთ როგორც თავისუფალ ბიზნესზე მორიგ ზეწოლას და დაზარალების მცდელობას. გუშინ ტელეკომპანია იმედმა სიუჟეტის სახით, ხოლო ტელეკომპანია რუსთავი 2-მა სოციალურ მედიაში ქარდის სახით გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს PSP ფარმა ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობებში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან. თვლით, რომ არ უნდა ვუპასუხოთ აღნიშნულ განცხადებას, ხოლო გავრცელებულ დეზინფორმაციაზე საქართველოს მოსახლეობას უნდა მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია. პოსტსაბჭოთა სივრცეს რუსეთის ლოჯისტიკური საწყობებიდან ამარაგებდა მრავალი დასავლური კომპანია. მათ შორის ჩვენი პარტნიორები, როგორებიცაა Bayer Consumer, ყველაზე ცნობილი ბრენდი ასპირინი, Sanofi, ყველაზე ცნობილი ბრენდი ნოშპა, Reckitt Benckiser, ყველაზე ცნობილი ბრენდი Nurofen, ცნობილი ფრანგული კომპანია L'Oreal, Vichy's ბრენდი, Stada, Niche Pharma, ყველა ფარმაცევტული კომპანია საქართველოში და არა მარტო საქართველოში, აგრეთვე რეგიონშიც ევროპულ პროდუქციას იღებდნენ რუსეთში განლაგებული ლოჯისტიკური საწყობებიდან. აღსანიშნავია, რომ ყველა კომპანიას, მათ შორის ჩვენს კომპანიასაც გააჩნია პირდაპირი კონტრაქტები ამ ევროპულ ბრენდებთან, მაგრამ ლოჯისტიკური მომარაგება ხდებოდა რუსეთის გავლით. სიმართლე არის ის, რომ ჩვენ ვაწარმოებთ ბიზნესს არა რუსეთიდან, არამედ გერმანულ Bayer-თან, ფრანგულ L'Oreal-თან, ბრიტანულ Reckitt Benckiser-თან. აღსანიშნავია ისიც, რომ ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიების ნაწილმა უკვე შეიცვალა მომარაგების გზები და პირდაპირი მოწოდებით. ჩვენი მეშვეობით აწვდის საქართველოს თავის პროდუქციას L'Oreal-ი საფრანგეთიდან, Sanofi უნგრეთიდან და Bayer-ი შვეიცარიიდან.
დასავლურ კომპანიებს გადააქვთ თავისი ლოჯისტიკური საწყობები, მთელი ინფრასტრუქტურა, ცვლიან ლოჯისტიკურ ჯაჭვებს და ახორციელებენ საქართველოსთან პირდაპირ ბიზნეს ურთიერთობებს. სწორედ ამიტომ გვინდა ევროპა. ზემოთ აღნიშნული განცხადება არ არის პირველი შემთხვევა, როცა კომპანიის წინააღმდეგ არაობიექტური ინფორმაცია ვრცელდება. ამას აღვიქვამთ როგორც თავისუფალ ბიზნესზე მორიგი ზეწოლის და დაზარალების მცდელობას, რადგან სხვა კომპანიებთან ერთად ჩვენს შევუერთდით მოსახლეობაზე ძალადობის შეწყვეტის, ახალი არჩევნების დანიშვნის და ბოლო პროცესების დროს დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნას. სამთავრობო მედია საშუალებების მიერ კომპანიების იმპორტ-ექსპორტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას დღეს მეღვინეობა თბილღვინოც გამოეხმაურა. როგორც კომპანია სოციალურ ქსელში წერს, აგორებული კამპანია მანიპულაციურია, რადგან 2022 წლის შემდეგ თბილღვინოს რუსეთში ექსპორტი შეჩერებული აქვს, ხოლო გამოქვეყნებული მონაცემები სწორედ ამ დრომდე არსებულ სავაჭრო სტატისტიკას ასახავს. თბილღვინოში მიაჩნიათ, რომ აგორებული კამპანია უარყოფითად მოქმედებს კომპანიის რეპუტაციაზე და არ უწყობს ხელს არსებულ კრიზისში კერძო ბიზნესის პრობლემების მოგვარებას. პირველ რიგში გსურს აღნიშნოთ, რომ თბილღვინომ 2022 წლის მარტში მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება შეეჩერებინა ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან და შეუერთდა არაერთ გლობალურ ბრენდს, რომლებმაც სოციალური პასუხისმგებლობის მაგალითი აჩვენეს იმ პერიოდში. ამას გარდა გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი იყო დასავლეთის სანქციები და გართულებული ფინანსური და ეკონომიკური ტრანზაქციები, რაც საფრთხეს უქმნიდა ოპერაციებს და საინვესტიციო პერსპექტივას. აღნიშნული პერიოდიდან დღემდე თბილღვინოს შეჩერებული აქვს რუსეთთან ექსპორტის მიმართულება. ციფრები, რომლებიც მედიაში იყო ნახსენები, მოიცავს 2022 წლის მარტამდე მონაცემებს და არის მანიპულაციური. მიგვაჩნია, რომ აგორებული კამპანია უარყოფითად მოქმედებს კომპანიის რეპუტაციაზე და არ უწყობს ხელს არსებულ კრიზისში კერძო ბიზნესის პრობლემის მოგვარებას. ისიც უნდა აღნიშნოთ, რომ ჩვენი მიზანი ამჯერადაც არის ეკონომიკური ურთიერთობების და ექსპორტის დივერსიფიკაცია, მხოლოდ ეს მიდგომა შეიძლება იყოს მექანიზმი გეოპოლიტიკური რისკების დაზღვევის. კერძო ბიზნესს უნდა ჰქონდეს წვდომა მსოფლიოს, რაც შეიძლება მეტ ქვეყანასთან და რაც მთავარია დასავლეთისა და აზიის განვითარებულ ბაზრებთან. იმ ბაზრებთან, რომლებსაც არ ემუქრება დასავლეთის სანქციები და მათთან ვაჭრობა უსაფრთხოა. ბიზნესისთვის ძალიან დიდი დარტყმა იქნება თუ კი საქართველოს იმ ქვეყნების რიგში აღმოჩნდება, ვისთანაც ვაჭრობა ან ეკონომიკური ურთიერთობა სანქციების გამო არ ამიმზიდველი იქნება. საქართველოს მთავრობის და მედიის მთავარი ყურადღება ალბათ ახლა ის უნდა იყოს, როგორ ავიცილოთ თავიდან ეს საფრთხე საქართველო გადავიდეს იმ ქვეყანათა რიგში, რომელთაგან პარტნიორობას ბევრი ცივილიზებული ქვეყანა მოერიდება. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში კვლავაც გავაგრძელებთ ქართული ღვინის, როგორც ქვეყნის სავიზიტო ბარათის პოპულარიზაციას მსოფლიოს მასშტაბით და ყოველთვის მხარს დავუჭერთ ინიციატივებს, რომლებიც თითოეული მოქალაქისა და ბიზნესის თავისუფლებას ემსახურება. გვჯერა, რომ საქართველო იმსახურებს იყოს ცივილიზებული სამყაროს სრულუფლებიანი წევრი და ეს გამოგვივა მხოლოდ მაშინ, თუ კი დავუბრუნდებით ევროინტეგრაციის კურსს. გუშინ ღამით და დღეს რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო ვილსონმა საქართველოსთან მიმართებით არაერთი განცხადება გაავრცელა, რომელიც ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ირაკლი ყობახიძეს მიუძღვნა. რესპუბლიკელი კანონმდებლის თქმით, ამერიკის მტრებთან დაკავშირებით დონალდ ტრამპმა საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა და თუ ბიძინა ივანიშვილი 29 დეკემბერს საქართველოს დემოკრატიის განადგურებას შეეცდება, ისეთ პასუხს მიიღებს, რაც არასდროს წარმოუდგენია. ჯო ვილსონი ყოფილ და ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრებს ჩინეთის და ირანის სიყვარულში დანაშაულებს და ამ კონტექსტში ანაკლის სპორტის მშენებლობის კონკურსში ჩინური კორპორაციის გამარჯვებას ახსენებს. ჯო ვილსონი ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეა, ხოლო თავად ეს უწყება ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის კომისიის სახელით არის ცნობილი და შესაბამისად სწორედ ამ ტიპის სტრატეგიული ინტერესების გატარებაზე არის პასუხისმგებელი. უშუალოდ ჯო ვილსონი კი ამერიკის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გულმხურვალე მხარდამჭერია, რომელიც მილიარდერმა პრეზიდენტმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს სამხრეთ კაროლინას შტატში საკუთარი წარმომადგენლობითი ოფისის დირექტორად დანიშნა. რესპუბლიკელი კონგრესმენის გუშინდელ განცხადებებს დღეს საქართველოში გამოეხმაურნენ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ყობახიძე ამბობს, რომ დღეს საქართველოს მთავრობას ამერიკისათვის ხელი აქვს გაწვდილი, რადგან ქვეყანა მზადა ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რის გამოც მისი თქმით, ჯო ვილსონის გუშინდელ განცხადებებს ის დიდ ყურადღებას არ მიაქცევდა. რესპუბლიკელი პოლიტიკოსის გააქტიურებას ირაკლი ყობახიძე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირობებში პრობლემების გაგრძელების სურვილს უკავშირებს, რომელიც კონკრეტულ აქტორებს აქვთ. განსხვავებულად ფიქრობს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ჯო ვილსონის ერთ-ერთი განცხადება გადააზიარა და აღნიშნა, რომ სამართლიანობისათვის, თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის ბრძოლაში საქართველო საკუთარ პარტნიორებს ენდობა. პრეზიდენტი დასძენს, რომ მას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მეტი სოლიდარობის სჯერა.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა თავდაცვის მდივნის, ანუ მინისტრის მოადგილის პოსტზე მილიარდერი ინვესტორი სტივენ ფაინბერგი წარადგინა. ფაინბერგი კერძო საინვესტიციო ფონდ Cerberus Capital Management-ის დამფუძნებელი და დირექტორია, რომლის ქონებას ამერიკული Forbes-ი $5 მილიარდ აფასებს. თავად Cerberus Capital Management-ი, რომელიც დივერსიფიცირებული ჰოლდინგური კომპანიაა, $60 მილიარდი აქტივებს მართავს. ბიზნესმენი დონალდ ტრამპის გუნდის ძველი წევრია და პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს თეთრი სახლის სადაზვერვო საკითხებში მრჩეველთა საბჭოს წევრად მუშაობდა, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი არა მისი პოლიტიკური კარიერა, არამედ ბიზნეს საქმიანობა. როგორც 2019 წელს გახდა ცნობილი, Cerberus Capital Management-ი ანაკლიის განვითარების კონსორციუმში ინვესტორად მონაწილეობას გეგმავდა, მაგრამ მანამ სანამ მხარეები მოლაპარაკებებს მართავდნენ, საქართველოს ხელისუფლებამ კონსორციუმთან საინვესტიციო ხელშეკრულება გაწყვეტა. საინტერესოა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არ იყო ერთადერთი პროექტი, რომლითაც სტივენ ფაინბერგი საქართველოში დაინტერესდა, რადგან წლებია, რაც ბიზნესმენი Cerberus Frontier-ის მეშვეობით ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორში ინვესტირებს. ფონდის უმსხვილეს პროექტებს შორის მდინარე ბახვის წყალზე მდებარე 3 ჰეს ხვდებით, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 32.1 მეგავატია. Cerberus Frontier-ის პორტფოლში ლახამის 16 მეგავატიან ჰიდროელექტროსადგურსაც ხვდებით. საქართველოში ბოლო დროს არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე საუბარი BMG-ზე საქმიანი საღამოს დასრულების შემდეგაც გაგრძელდება, რადგან სწორედ ეს თემაში არჩია თელარა გელანტიამ დღევანდელი წერტილისთვის. BMG-ს მთავარი რედაქტორის კითხვებს დღეს ახლად დაფუძნებული საჯარო მოსამსახურეების პროფესიული კავშირის თანადამფუძნებელი მარიამ ჩაჩუა უპასუხებს. ნახოთ გადაცემის ანონსი, რომლის შემდეგ გლობალურ ბირჟებზე არსებულ მდგომარეობას გაგაცნობთ. საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი კონსტიტუციის 78 მუხლი. საჯარო მოსამსახურეები პროფესიულ კავშირს აფუძნებენ. რა მიზანი აქვთ და როგორ აპირებენ საკუთარი უფლებების დაცვას და იმ კანონის წინააღმდეგ ბრძოლას, რომელმაც საჯარო სამსახურებში პოლიტიკური წმენდა დააკანონა. დღეს 21 საათსა და 30 წუთზე BMG TV-ზე. საჯარო მოსამსახურეების პროფესიული კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი მარიამ ჩაჩუა წერტილში თელარა გელანტიასთან ერთად. და დროა საქმეი საღამო გავაგრძელოთ საფონდო ბირჟებზე საუბრით, რომელსაც ტრადიციულად ამერიკის შეერთებული შტატებით ვიწყებთ, რომელსაც სხვათა შორის განვლილი სავაჭრო სესია დიდად გამორჩეული არ ჰქონია, ცვლილება იყო მინიმალური, თუმცა იმავეს ვეღარ ვამბობთ უკვე დღევანდელ დღეზე, რომელიც Wall Street-ზე როგორც ხედავთ, საკმაოდ ნეგატიურად მიმდინარეობს, კლება გვაქვს საკმაოდ დრამატული. ვარდნა უფრო კონკრეტულად S&P 500 ინდექსის შემთხვევაში არის -1.25%, ასევე Dow Jones-დანაც კორექცია -0.83%, ხოლო Nasdaq-ის შემთხვევაში საერთოდაც კლების მაჩვენებელი უკვე 2%-საც კი აღწევს. აქ გასათვალისწინებელია ის მოცემულობა, რომ საერთო ვაჭრობის დღიური მოცულობის მაჩვენებელი არის ძალიან დაბალი, რადგანაც ამერიკაში ბევრი ადამიანი უკვე ისვენებს, ზოგიერთმა შეგულება დაწერა, ზოგიერთმა შტატი დატოვა, რადგანაც საახალწლო პერიოდია, შესაბამისად Wall Street-ზე სავაჭროდ და აქციების საყიდლად და გასაყიდად დიდად ამერიკაში ამჟამად არც ძალიათ, ამიტომაც აქტივობა არის ძალიან დაბალი, თუმცა ბირჟა დაღმასვლისაკენ არის მიმართული, რასაც კიდევ ერთი გარემოება განსაზღვრავს. როგორც წესი, ტრადიციულად საახალწლო პერიოდში ადამიანები ძალიან ხშირად ანაღდებენ აქციებს, გამოაქვთ ფული და ამ ფულით შემდეგ ყიდულობენ სხვადასხვა საჩუქრებს საყვარელი ადამიანებისათვის და საკუთარი თავისათვის. ამიტომაც, როგორც წესი, საახალწლო პერიოდში საფონდო ბირჟას ცოტა რიყოს და მერყეობა ახასიათებს, რაც ეს სწორედ ამ ფენომენით არის გამოწვეული და სავარაუდოდ დღევანდელი კლება უკავშირდება სწორედ წინა საახალწლო განაღდებების ტალღას, რაც თითქმის ყოველწლიურად ხდება და გამონაკლისი ალბათ არც 2024 წელი არ არის. ამის სტატისტიკა რამდენიმე კვირაში უფრო ცლად და დეტალურად იქნება წარმოდგენილი, როდესაც გავიგებთ თუ საიდან და რომელი ETF-ებიდან და როგორი ტიპის მომხმარებლების ანგარიშებიდან გაედინა ყველაზე დიდი მოცულობით თანხები. ამერიკიდან ევროპაში გადმოვინაცვლოთ, სადაც ვითარება არის შედარებით უკეთესი, რადგანაც ევროპაში რამდენიმე სახელმწიფომ გაასაჯაროა მონაცემები ინფლაციასთან და უმუშევრობასთან დაკავშირებით და ეს მონაცემები იმდენად კარგი და დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა, რომ ევროპელ ინვესტორებს განწყობა გაუმჯობესდათ, როგორც ხედავთ, ევროპული 600 მსხვილის კომპანიის საერთო კაპიტალიზაცია დაახლოებით 9% არის გაზრდილი. შანხაის ინდექსთან მიმართებით ცვლილება არის მინიმალური, როგორც ხედავთ, 0.06%-ია, ხოლო იაპონურ ინდექსს აქვს საქმე ძალიან კარგად, +1.80% გვაქვს მატება, როგორც ხედავთ, უკვე ნიკეის ინდექსის მაჩვენებელმა 40,000-იან ნიშნულსაც გადააჭარბა და თუ კი ასე გაგრძელდა ტენდენცია, სავარაუდოდ
მიმდინარე წლის დასრულებამდე იაპონური საფონდო ბირჟა ახალ რეკორდულ ნიშნულსაც კი მიაღწევს და ამას განაპირობებს სხვათა შორის ერთი ძალიან საინტერესო მოვლენა. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ Honda და Nissan, ანუ ორი უმსხვილესი ავტომწარმოებელი კომპანიები, რომლებიც იაპონიაში არიან დაფუძნებულნი, ერთმანეთს შეერწყმებიან და შექმნიან ერთიან საწარმოს, რომელიც სავარაუდოდ კონკურენციას გაუწევს ჩინურ ავტოინდუსტრიას, ძირითადად რა თქმა უნდა ბიუჯეტური ავტომობილების სეგმენტში. ეს სიახლე იმდენად დადებითად მიიღეს ინვესტორებმა, რომ განწყობა გაუმჯობესდა თითქმის ყველა იაპონური კომპანიის მიმართ, მათ შორის Toyota-ს აქციებიც კი ლამის 8%-ით გაიზარდა, ასევე არის მომატებული ყველა სხვა მსხვილი იაპონური ავტომწარმოებლის აქციები, რადგანაც ინვესტორებს აქვთ მოლოდინი და იმედი იმისა, რომ იაპონია როგორღაც შეძლებს ვითარების გამოსწორებას და ჩინეთზე უფრო იაფად, უფრო მაღალი ხარისხისა და გამძლეობის ავტომობილების, მათ შორის ელექტრომობილებისა და ჰიბრიდული მანქანების შექმნას, რასაც რა თქმა უნდა ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა იაპონიაში, რადგანაც იაპონია რა თქმა უნდა პლანეტაზე პირველ რიგში არის ცნობილი როგორც ავტომწარმოებელი ქვეყანა. ამ ქვეყანაში მოგეხსენება დაწარმოებენ პლანეტის ყველაზე მოთხოვნად ავტომობილებს, მათ შორის სწორედ Toyota-სა და Honda-ს. აქვე დროა გადავინაცვლოთ ენერგეტიკულ ბირჟაზე, სადაც ამ წუთებში გვაქვს მატება. საშუალოდ 1%-ით არის გაძვირებული ნავთობი, როგორც ხედავთ, Brent-ის ფასი $74, ხოლო WTI $70.5 ფარგლებში მერყეობს. 2%-ით გაიზარდა რუსული ნავთობის ფასი, $77.5 ფარგლებში არის ურალი ხელმისაწვდომი ბირჟაზე. მატება გვაქვს ბუნებრივ აირთანაც, დღის განმავლობაში 3.5% არის ზრდა. და მეგავატი საათი ენერგიის ღირებულება ევროკავშირში, როგორც ხედავთ, 47.5 ევროს შეადგენს, ეს არის ერთ კვირაში ლამის 9%-ით, ხოლო ერთ წლიან პერიოდში 47%-ზე მეტით გაზრდილი მაჩვენებელი, ამას კი რა თქმა უნდა, ზამთრის პერიოდში ბუნებრივ აირზე მოთხოვნის ზრდა განაპირობებს. ოქროსთან ხედავთ კორექციას, 0.5%-ით იკლო ფასმა და უნცია მეტალის ღირებულება ამჟამად შეადგენს $2618. ამ კორექციის მიუხედავად, ერთ წლიან პერიოდში ოქროს აქვს დადებითი შედეგი, მატება გვაქვს 26.5%. კრიპტოინდუსტრიაზეც უნდა გადავინაცვლოთ, რომელსაც ამ წუთებში თვალსახარბილოდ არ აქვს საქმე, ინდუსტრიის შეფასება, როგორც ხედავთ, დაახლოებით 2%-ით არის შემცირებული და ის შეადგენს ამჟამად $3.930 მილიარდ. ბიტკოინის ფასი, როგორც ხედავთ, 94,300, ეთერიუმი კი $3,300 ივაჭრება. კლება საშუალოდ 1.5-დან 3%-ის ფარგლებშია. კაპიტალიზაცია ამ ყველაფრის ფონზე ბიტკოინისა გვაქვს $1.864 მილიარდი, ეთერიუმის კი $398 მილიარდი. აქვე საუბარი ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი კომპანიებით უნდა გავაგრძელოთ. დავიწყოთ საქართველოს ბანკის ჯგუფით, რომლის აქციების კლებაც ვნახეთ დღის განმავლობაში და ვარნა იყო საშუალოდ 2.5%. TBC-საც არასახარბიელო დღე ჰქონდა, კლება ამ შემთხვევაში არის ლამის 4% და ბოლოს ორიოდე სიტყვა უნდა ვთქვათ ლარში ინვესტირების შესაძლებლობაზეც, რომელსაც გვთავაზობს Foresight Investor Group. ეს არის Foresight-ის ლარის ფონდი, რომელიც საშუალებას გაძლევთ და განათავსოთ ფონდში და ამით მიიღოთ ფინანსური სარგებელი, რომლის მოცულობა წლიურად საშუალოდ შეადგენს 8.5%. სარგებელი გერიცხებათ ყოველდღიურად, ხოლო მისი გატანა თანხის მოცულობის ასე ვთქვათ, გაზრდა შემცირება ან საერთოდაც მოგების განახდება შეგიძლიათ ასევე ყოველდღიურად შეზღუდვების გარეშე. თავად Foresight Investment Group კი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული საინვესტიციო კომპანია. მოკლედ, აი ესეთი ვითარება გვაქვს ჩვენ ამ წუთებში გლობალურ საფონდო ბირჟებზე საქმე, საღამოს კი ეროვნული ვალუტის თემატიკით ვაგრძელებთ. დღეს პარასკევია და საქმიან საღამოში ჩვენი ეროვნული ვალუტის ქართული ლარის გაცვლითი კურსის ბოლო ერთი კვირის დინამიკას შემოგთავაზებთ. მიმდინარე სამუშაო კვირაში, რომელიც 23 დეკემბერს დაიწყო და დღეს, ანუ 27 დეკემბერს დასრულდა, ეროვნული ვალუტა დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა, რაც სავარაუდოდ ეროვნული ბანკის ინტერვენციებს უკავშირდება, რომელთა შესახებ დეტალური სტატისტიკა მოგვიანებით გახდება ცნობილი. თავად ლარის გაუფასურების და შესაბამისად ლარის ხელოვნურად გამყარების მთავარი მიზეზი მთავრობის მიერ ნოემბრის ბოლოს მიღებული გადაწყვეტილებაა, რომლითაც ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხმა 4 წლით გადაიწია. დოლართან მიმართებით ლარი 1.39 მეასედი თეთრით გამყარდა, ევროსთან მიმართებით კი გამყარებამ 66 მეასედი თეთრი შეადგინა. ძირითადი ვალუტების ჭრილში ყველაზე დიდი ზრდა, ანუ გამყარება ქართულმა ლარმა რუსულ რუბლთან მიმართებით დააფიქსირა, რამაც თითქმის 9.5 თეთრი შეადგინა. ლარი ასევე გამყარდა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, ხოლო თურქულ ლირასთან მიმართებით კურსი ფაქტობრივად უმოძრაო იყო, მაგრამ მაინც მცირედი გამყარება დააფიქსირა. რეგიონულ ვალუტებთან მიმართებით ლარი მიმდინარე კვირაში საშუალოდ
მკვეთრად გამყარდა. აზერბაიჯანულ მანათთან ლარის გაცვლითმა კურსმა 87 მიასედი თეთრით იმატა, როცა სომხურ დრამთან გამყარება გაცილებით მკვეთრი იყო და 7.33 მიასედი თეთრი შეადგინა. მიმდინარე კვირაში ლარი ასევე გამყარდა აზიურ ვალუტებთან. იაპონურ იენთან კურსმა თითქმის 2 თეთრით, ჩინურ იუანთან კი 2.15 მიასედი თეთრით გამყარდა. მიმდინარე კვირაში ქართული ლარი ასევე გამყარდა უკრაინულ გრივნასთან მიმართებით. დღეს პარასკევია და ტრადიციულად განვლილი კვირის ყველაზე მნიშვნელოვან სიახლეებს BMG-ის მთავარი რედაქტორის მოადგილესთან შოთა ტყეშელაშვილთან ერთად შევაჯამებთ. მიმდინარე კვირა განსაკუთრებით რთული და დატვირთული აღმოჩნდა საქართველოსათვის, ამიტომაც გადავწყვეტეთ, რომ ყველა მნიშვნელოვან საკითხს შევეხოთ საქმიან საღამოში. მიმდინარე კვირის მთავარი სიახლე ცხადია არის ის სიახლე, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა, რაც უკავშირდება ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას. რამდენიმე წუთის წინ უშუალოდ განცხადება გავრცელა ენტონი ბლინკენმა, რომელიც არის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სახელმწიფო მდივანი. როგორც ბლინკენის განცხადებაში ვკითხულობთ, ივანიშვილის და ქართული ოცნების ქმედებებმა გაანადგურა დემოკრატიული ინსტიტუტები, ხელი შეუწყო ადამიანის უფლებების დარღვევას და შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები საქართველოში. გარდა ამისა, მათ შეაფერხეს საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი, რომელიც ქართველი ხალხის უმრავლესობას სურს და რომლის მიღწევასაც მათ საქართველოს კონსტიტუცია ავალდებულებს. შედეგად საქართველოს გახდა დაუცველი რუსეთის წინაშე. აი სწორედ ამას ამბობს ენტონი ბლინკენი საკუთარ განცხადებაში, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. ეს განცხადება ისევე როგორც ბიძინა ივანიშვილის სანქცირება უკავშირდება ბოლო დროს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და ეს ცხადია საქმიანი საღამოს ყურადღების ცენტრში არის ბოლო პერიოდის განმავლობაში და დღეს მას სტუმართან ერთად მოვიხილავთ. ჩაგვერთვება ესტონეთიდან ვამე ხერხეულიძე, რომელიც არის Elven Technologies-ის დამფუძნებელი, ეს ინოვაციური სტარტაპია, რომელიც რამდენიმე თვის წინ ესტონეთში გადაიხვეწა. ესტონეთი კი არის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური ქვეყანა ევროკავშირში. მისგან მოვისმენთ როგორც მიმდინარე მოვლენების შეფასებას, ასევე ესტონეთში ბიზნესის კეთების თავისებურებებს. ცოტა ხნის წინ BMG-ის სტუმარი ირაკლი ქაშიბაძე იყო GTS-ა და Future Lab-ის დამფუძნებელი, რომელიც სტარტაპერებისათვის კარგად ცნობილი პიროვნებაა. ამ ადამიანმა ძალიან ცლად ისაუბრა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და საქართველოს მთავრობას საინტერესო რჩევაც მისცა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებით, ამიტომაც გადავწყვეტეთ, რომ საქმეა საღამოში ამ საკითხზე უფრო ცლად გვესაუბრა. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დამფუძნებელი და საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებული პირველი ვენჩურული ფონდის Future Lab-ის მმართველი პარტნიორი ირაკლი ქაშიბაძე BMG-ის ეთერში ქვეყანაში არსებულ ვითარებას ეხმაურება და არსებული ვითარების ანალიზისთვის ქართულ ოცნებას ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ურჩევს. ირაკლი ქაშიბაძე განმარტავს, რომ კრიზისის დროს ინოვაციური სექტორი უფრო მეტად როგორც წესი მდგრადობას ინარჩუნებს სხვა სექტორებთან შედარებით, რასაც უკრაინის და ისრაელის მაგალითები ადასტურებს. მისივე თქმით, იმ დროს როცა ქვეყანა გლობალური გამოწვევებისთვის უნდა მოემზადოს, დრო და ენერგია შიდა საკითხების მოგვარებაზე იხარჯება. ჩვენ ცხოვრობთ საინფორმაციო ეპოქაში, სადაც ჩვენ ყველას გვაქვს სტომა ინფორმაციასთან, ტექნოლოგიებთან, მათ შორის უკვე ხელოვნურ ინტელექტთან. დღეს ChatGPT-ის მეშვეობით შეიძლება ძალიან ძლიერი ანალიზის გაკეთება იმისა, რაც ხდება ქვეყანაში. და ალბათ შეუძლიათ ხელისუფლების, მთავრობის წარმომადგენლებაც, ქართული ოცნების წარმომადგენლებაც შეიყვანონ და თხოვონ პირდაპირ რეალურ რეჟიმში გაანალიზონ სიტუაცია, რაც ხდება ქვეყანაში და ძალიან სამწუხაროდ თავისთვის შედეგებს მიიღებენ. იმიტომ რომ ქვეყანამ შეაჩერა ევროპისკენ სვლა, იქ მოხდება ძალიან კარგად ანალიზის გაკეთება ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, რაც ხდება ყოველთვის ამაზე აპელირება, რომ გაანალიზების უნარი და ნახავენ, რომ სამწუხაროდ საქართველოს განსხვავდება იგივე უნგრეთისგან, სერბეთისგან, ბელორუსისგან, იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრი ადამიანი უჭერს ევროპულ სწრაფას, ევროპულ მომავალს. შესაბამისად, როგორც მედიცინაში არის, რომ კონკრეტული წამალი სხვადასხვა ადამიანზე სხვადასხვანაირად მოქმედებს, კონკრეტული კონცეფციები, რომელიც ახლა გამოიყენება, ხო, ანუ საქართველოში არ იმუშავებს. და რჩევა მექნებოდა, რომ უფრო მეტად იგივე ხელისუფლებაში გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი პროცესების ანალიზისთვის და გამოსავლის მოძიებისთვის, იმიტომ რომ დღეს ძალიან ღრმა კრიზისში ვართ, რომელიც ბევრ დარგში მოახდენს უარყოფით ეფექტს. თუმცა ისევ ამბობ, სტარტაპ დარგზე კრიზისის პერიოდში ისრაელში მაგალითად, იგივე უკრაინაში პირიქით გაიზარდა სტარტაპებში ინვესტირება. იმიტომ რომ ეს მდგრადი დარგი არის.
Future Lab-ის მმართველი პარტნიორის ირაკლი ქაშიბაძის შეფასებით საქართველოში დღეს უმძიმესი კრიზისია, რომელიც ეკონომიკის ყველა დარგზე მოქმედებს. სტარტაპები და IT სფეროს წარმომადგენლები მართალია, ასე დროს მეტად მოქნილები არიან, ვიდრე მათი კოლეგები და თუ საქართველოს იმიჯი მკვეთრად დაზიანდა, ისინი ქვეყანას საერთოდაც დატოვებენ. ტვინების და ინოვაციური კომპანიების გადინება კი მისი შეფასებით ისევ და ისევ საქართველოს ეკონომიკას დააზარალებს. მმართველობა კრიზისის პერიოდში არის ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი. და მას აქვს პოტენციალი განაგრძოს ზრდა, თუმცა რაც უფრო მეტად გაიზრდება საიმიჯო პრობლემები ქვეყნის, ანუ რაც უფრო მეტად გაიზრდება ასოცირება საქართველოს რუსეთთან, შეექმნება პრობლემები სტარტაპებსაც, იმიტომ რომ დღეს ჩვენ სტარტაპები საქართველოში არიან რეგისტრირებული. თუმცა აქაც არ არის პრობლემა, უბრალოდ ეს სტარტაპები შეიცვლიან ლოკაციას, დარეგისტრირდებიან სხვა ქვეყნებში და ნაკლები პრობლემა ექნება სტარტაპებს. რაც შეეხება სხვა დარგებს, მათ უფრო მეტად გზნობიერები არიან კრიზისის მიმართ. და იგივე გადინება ტალანტების, ხო, ჩვენ დავინახეთ IT სპეციალისტების გამოსვლა, სტარტაპ სექტორის გამოსვლა, ან მათ ნაკლებად შეეხება კრიზისი, იმიტომ რომ ისინი მუშაობენ საერთაშორისო კომპანიებზე, მათ შემოსავლებზე შეექმნება ნაკლები პრობლემა, მაგრამ შეექმნება პრობლემა ქვეყანას. დავკარგავთ ძალიან ძლიერ ინტელექტუალურ რესურსს და ქვეყანა შეაჩერებს ინოვაციურ სვლას, შეჩერდება სხვადასხვა მაღალტექნოლოგიურ პროექტები, პროდუქტების შექმნა, რაც ძალიან დიდ გავლენას მოახდენს ყველა სექტორს, დაწყებული სახელმწიფო სექტორიდან, ხო, ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს IT სისტემებს, იგივე მოსახლეობის მომსახურების ნაწილში. როგორც ქართულ ბიზნეს წრეებში ამბობენ, ნოემბრის ბოლოს დაწყებული პოლიტიკური კრიზისის შემდეგ ქვეყანაში არსებული ვითარება უარყოფითი მიმართულებით შეიცვალა. ინვესტორები და ბიზნესმენები BMG-სთან უფრო და უფრო ხშირად ამბობენ, რომ ქართულ სტარტაპებში ინვესტირების მსურველთა რიცხვი შემცირდა, ხოლო არსებული ინვესტორები რისკების ჰეჯირების მიზნით დამფუძნებლებს კომპანიების რეგისტრაციას ევროკავშირში თხოვენ. ბოლო დროს ევროკავშირში ერთ-ერთი წარმატებული ქართული სტარტაპი Elven Technologies-ი გადავიდა. ამიერიდან ვამე ხერხეულიძე და მისი გუნდი ელექტრობატარეების შესაფუთ კომპოზიტურ მასალას სწორედ გაერთიანების ერთ-ერთ ყველაზე ციფრულად განვითარებულ ქვეყანაში, ესტონეთში ავითარებენ. Elven Technologies-ის ამბებს დღეს სწორედ კომპანიის დამფუძნებელთან მიმოვიხილავთ, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება სწორედ ესტონეთიდან. ვამე, სალამი. კარგად ხარ, იმედია. პირველ რიგში კითხავ, სანამ ვისაუბრებთ უფრო ცვლად ესტონეთთან დაკავშირებით, პირველ რიგში გვინდა მოვისმინოთ შენი შეფასება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ქვეყანაში ბოლო პერიოდში ხდება. გამარჯობა, მადლობა მოწვევისთვის. იმედია კარგად ხარ, ხო, კარგად, რამდენადაც სამშობლო გვაძლევს საშუალებას იმდენად. იცი რა უნდა ვთქვა რა, გულწრფელი ვიქნები, არა ეგეთი მარტივი ხა წყნარი სახით ამ ყველაფერს დაპარაკი, მაგრამ ჩვენ ვერ ვიტყვი რომ მარტო მაგითო წამოვედით საქართველოსთან, რაც ეხლა ხდება, მაგრამ ეხლა რაც ხდება, ის ხო წლებია უკვე ხდება და დღეს უბრალოდ ძალიან თვალნაცვლად და კაფიოდ ჩანს ეს ყველაფერი და წინაპანზეა წამოწეული, ხო, მაქსიმალურად. რაც ეხლა ბაიდენის კი არა და ტრამპის ახალ ადმინისტრაციამ თქვა, მე მაგაზე უკეთესად რა უნდა ვთქვა. ეს ამისად ერთ-ერთი იმას ვთქვი, რომ ჩვენ ელვენი მთლიანად ვიაზრებთ მაგ პოზიციას და ზუსტად გვესმის თუ რა უბედურება ხდება ახლა ჩვენ სამშობლოში და რამდენად მნიშვნელოვანი რომ ეგ არ ხდებოდეს. და ადამიანები ცხოვრობდნენ წყნარად, ნორმალურად და თუნდაც ჩვეულებრივ ადამიანებს არ უწევდეთ ყოველდღიურად პოლიტიკას ჩართვა, იმიტომ მე საქმეს ვერ აკეთებ უბრალოდ. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად თბილისში არ ვართ ახლა ჩვენ და ცოტა ვახერხებთ რომ იმუშაოთ, მაინც სუპერვიზორთ არ ვართ და სულ იმის დარჩი ვართ, რომ რაღაცა ისეთი ხდება, რაც არ უნდა ხდებოდეს და თან გვინდა რომ ამ ვიყოთ მართლა მე. არ არის მარტივი მაყოლებთან შეგვედი. ხო, რაც შეეხება მან არსებულ ამბავს. ამავდროულად ჩვენ რო გადმოვედით, სადღაც 3 თვე არის, რაც გადმოვედით და იმის მერე ძალიან ბევრმა ქართულმა სტარტაპმა მოგმართა, მეგობრებმა ჩვენებმა, კითხვით თუ როგორ ხორციელდება ეს გადასვლა თუ ტრანზიცია. იმიტომ რომ უკვე ყველა ხვდება იმას, რომ თუნდაც არც ერთი ნორმალური დაგაგებული ინვესტორი ამ მდგომარეობაში საქართველოში ფულს არ ჩადებს. ეგ ხო აბსურდია, ხო? და დღეს ქართული სტარტაპები თითქმის სულ ინვესტიციებზე არიან დამოკიდებულები, ხო? მით უმეტეს საწყის პერიოდში. ამიტომ ხო საქართველოს სტარტაპებს მარტო ჩვენ საქმეს რო შევხედოთ,
სტარტაპის საერთოდ კეთება უკვე წარმოუდგენელი არის ამ პერიოდში. და თუ ესე გაგრძელდა და არაფერი არ შეუცვალეთ, უბრალოდ ვერ შეუცვალეთ, რომ მithume. მამეხ ჩვენ ბიზნესმენებს ძალიან ხშირად და პრინციპში უკვე ტრადიციულად უსვამთ შეკითხვას და ეს შეკითხვა არის ძირითადად ორ ნაწილიანი. პირველ რიგში, როგორ მოვედით აქამდე, რა მოგვიყვანა, რა პროცესებმა ამ მოცემულობამდე და მეორე ნაწილი ამ შეკითხვისა, რა არის გამოსავალი აქედან? იცი რა, ჩემი აზრით, ესე დავიწყოთ წინანდება. როგორ მოვედით აქამდე და იმის ფიქრით, რომ ჩვენ საქმეს ვიღაც სხვა გააკეთებს. იმიტომ რომ მთელი საქართველო ეგრე ვარ გაზრდილები. თუ დაუფიქრდებით ფსიქოლოგიურად. მეც მაჩვენებს. და ყველანი, ვინც ხო რა, მაგ პერიოდში ამ ბოლო 30 წლის თუ მანამდეც გავიზარდა. მეორე ის რომ ზუსტად ამის გამო რაღაცა ხო უნდა აკეთო, ანუ რაღაც ინდივიდუალურად ეს ყველაფერი ნერვებს ხო ყველას გვიშლის, ხო? ანუ რაღაცა უცნაურ გამონაკლისებით არ მაქვს საუბარი. და მე თან ფიქრობ რომ ვიღაც ხომ უნდა გააკეთოს შენ საქმე. ამიტომ რაღაც კეთება მაინც გინდა, იმიტომ რომ თუნდაც თქმა თავს და მე Facebook-ზე ვღლაბუცობ და მაიმუნებს და მიმებს ვაკეთებ და იუმორში ეხა ხო ვერ შეგვედრებით, მაგრამ სინამდვილეში ამ იუმორ მაიმუნობაში თავზე გადაგვახიეს წელი ქვეყანა. ფაქტია ხო. მე მგონი რომ ეგრე მოვედით. ყველამ დავაკელით რაღაცა ისეთი საქმე, რომელიც წესით და რიგით ჩვენი საქმე არ უნდა იყოს. ჩვენ რო კარგ ქვეყანაში დაობადებული ვიყავით და გავზრდილი ვიყავით, კარგად დაალაგებულ ქვეყანაში ვიყავით. მაგრამ ნუ რა ვქნა, სამწუხაროდ ეგრე არ არის. ჩვენ თუ არ გავაკეთებთ, შემდეგ თავებსაც იგივე მოუწევთ ისევ იგივე ფიქრი და ვიღაცამ უნდა ქნას. ჩვენმა წინათაობებმა ცადეს 1000 ნაბიჯი გადადგეს წინ, ბევრის ნაკლები 1000-ზე, მაგრამ გადადგეს უკან. რაღაც პროგრესი 30 წლის წინანდელ პერიოდში შეხედავ არის, მაგრამ არასაკმარისი, იმიტომ რომ ვის უნდა 20000-ში რომ 1000 ლარს მოიგებდა 5000 და იმას აღარ დაკარგავდა არასდროს. აი მაგ მომენტს უნდა გადავწდეთ. მაგ threshold-ს უნდა გადავწდეთ, რომ მაგის ქვემოთ ვერაზრს ვეღარ ჩამოვალ. და ჯერ ეგ ნაბიჯი არ გადაგვიდა. ვამეხ, გამოსავალი რა შეიძლება იყოს შენი შეფასებით ამ ვითარებიდან? ეგ უკვე ჩემი აზრით ზედმეტად პოლიტიკური განცხადებაა. ამიტომ მე მაგას ვერ ვიტყვი. თუმცა ალბათ ხვდებით რას ვფიქრობ, ხო? თუმცა ხო, ჩემი საქმე არ არის მაგის. ვამეხ, მანამდე რაც ახსენე ამ თემაზე მინდა ჩაგეკითხო, იმიტომ რომ შენ არ ხარ პირველი სტარტაპერი, პირველი ბიზნესმენი, რომელიც არ მხოლოდ ეთერში, არამედ ისედაც ჩვენთან პირად საუბრებში ამბობს, რომ მოკლედ ბევრი ადამიანი არა მხოლოდ ფიქრობს კომპანიის გადატანაზე და ნუ ცხადია კომპანიასთან ერთად ადამიანების გადავლენ მიყვებიან დამფუძნებლები, არამედ გარკვეულწილად მოთხოვნის დონეზეც არის ეს კონკრეტული კომპანიების შემთხვევაში, რადგან ამერიკელი, ევროპელი ინვესტორები ყავთ ამ ადამიანებს და საკუთარ ფულზე ინვესტორები არიან ცხადია და საკუთარ ფულზე ნერვიულობენ პირველ რიგში და საკუთარი აქტივების განვითარებაზე. შენ ხარ ესტონეთში, ესტონეთი არის ალბათ ყველაზე ნაკლებად ბიუროკრატიული ქვეყანა, ყველაზე მეტად ციფრული ქვეყანა ევროკავშირში. მოდი თუ შეგიძლია რომ ჩვენს მაყურებელს აუხსნათ რა კონკრეტული სარგებლის მოტანა შეუძლია მაგალითად ქართული კომპანიისთვის სწორედ ესტონეთში დარეგისტრირებას და რატომ არა მაგალითად სხვა ქვეყანაში პირობითად ესპანეთში ან რა ვიცი ნებისმიერ სხვა ქვეყანაში და ასევე რა კონკრეტული ნაბიჯების გავლა არის ამისთვის საჭირო. იცით რა, ჩვენ არ გადმოვსვათ ესტონეთში, იმიტომ რომ მანამდე დაუშვათ დიდი რისერჩი გავაკეთეთ ყველა ევროპულ ქვეყანაზე და მივხვდით, რომ აქ ყველაზე კარგი იქნებოდა. ჩვენ უბრალოდ საპილოტო პროექტი დავიწყეთ ესტონურ კომპანიასთან, რომელიც ელექტრომობილებს აწარმოებს და მაგან ჩამოგვიყვანა აქ და შემდეგ აღმოვაჩინეთ ის ყველაფერი, რაც თქვენ მითხარით. მაგრამ კი თუ შეადარებ სხვა ევროპულ ქვეყნებს რაღაცა უპირატესობები აქ არის, იმით რომ სხვა შორის აქ აღმოაჩინეთ, რომ ძალიან წააგავს აქაური სისტემა ქართულ სისტემასთან, მგონი ქართული წააგავს აქაურს. კანონებიც კი ძალიან ბევრი, არა ბიზნეს კანონებიც კი თითქმის ერთი და პირველი ვიგებთ, იმიტომ რომ ჩვენთანაც ზუსტად ეგრეა. სულ შეგრძნება გვიჩნდება. მათ შორის იუსტიციის სახლის რაღაც სისტემებით ძალიან მსგავსად მუშაობს და ძალიან კომფორტულია, იმიტომ რომ სხვა ქვეყნებში ეგეთ გამართულ კარგად დაალაგებულ სისტემას, მათ შორის როგორც საქართველოშია იუსტიციის სახლი ვერ ნახავ. ბევრი უამრავი რამე ფულსელზე კეთდება დღემდე, თუნდაც გერმანიაში და და
მე ევროპის ამ ყველა გამოცდილებას, ესტონურ გამოცდილებას ვადარებენ ხოლმე სხვები ალბათ, მათთვის ძალიან შთამბეჭდავია. და ჩვენთვის ეგ კიდე ორგანული გახდა მგონი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც იუსტიციის სახლი არსებობს. თუმცა შესაბამისად ეგ მხარე არ გამკვირვებია რა, რომ ეგ ეგრე ხდება. პირიქით ცოტა სახლში ვიგზენით თავი. მაგრამ ზოგადად ევროკავშირში გადასვლა საქართველოსთან არის უზარმაზარი ნახტომი. უზარმაზარი ნახტომი იმ თვალსაზრისით, რომ მაგალითად ამაზონიდან სამ დღეში მომდის რაღაცა რა. და არ ველოდები ფიზიკურ დეტალს, რომელიც ჭირდება საქმის პრობლემის გადასაჭრელად, არ ველოდები 2 კვირა. მე არ ვებრძვი საბაჟოს და ასე შემდეგ. რაც სუნერებს იშლისა. მეორე მხრივ ის, რომ ესტონური კომპანია რო ხარ და შესაბამისად ევროკავშირში დაფუძნებული კომპანია რო ხარ, ძალიან თავისუფლად ურთიერთობ დანარჩენ ევროკავშირს. მაგალითად, ჩვენ რამდენჯერაც სადმე გვითხოვს, რომ ქართული კომპანია ვართ, სახელი მოგუშულა, სუფთა ემოციური დონეზე ადამიანს სახელს რო უყურებ და რამდენჯერაც ერთ-ორჯერ ვახსენეთ, რომ აი ესტონეთში გადავედით, ეს სახელი იბადრება ხოლმე. შესაბამისად, გაცილებით მარტივი ხდება მე ამ ხალხთან ურთიერთობა, საუბარი, ანუ ტექნიკურად ბექგრაუნდი იცვლება მის თავში. ტექნიკურად რამდენად რთული იყო ეს? ანუ უბრალოდ ადამიანს შეუძლია რომ ჩავიდეს ესტონეთში და უბრალოდ მარტივად დარეგისტრიროს კომპანია თუ რაღაცა სჭირდება მას ამისთვის? ერთადერთი რაღაც სჭირდება ადამიანს, რომ ესტონეთში დაარეგისტროს კომპანია. უნდა გახდეს ესტონეთის ეგრეთ წოდებული ელექტრონული რეზიდენტი, e-residency card ქვია, რომელსაც შეგაქვს აპლიკაცია ელექტრონულად, ისევ იუსტიციის სახლის გავს საიტზე, სისტემაში. სადღაც ერთი თვე ჭირდება და 100 ევრო ღირს. თუ გუარ ახარ, დიდი ალბათობით გაძლევენ ამას e-residency cards. და e-residency card-ი რაც ნიშნავს, რეალურად მე შენი ქვეყნის სალჩოში ჩამოგივა და აიღებ. ID ბარათი ვითაა, ოღონდ მოქალაქე არ ახარ. ID ბარათი გაქვს უბრალოდ იმ ქვეყნის. და რადგან ID ბარათია, რომელსაც მოუყვება თავისივე თამკითხველი და თავისივე კოდი და პინი და ყველაფერი, კომპიუტერში შეერთებ და ესტონეთის თელ დიჯიტალ სისტემასთან შეგიძლია ურთიერთობა. გინდა კომპანია დააფუძნე, ტაქსები იხადე, რაც გინდა ესეკეთ, სადაც გინდა იყო დედამიწაზე. და ერთ კაცს მაინც თუ კომპანიაში აქვს digital residency შეუძლია რომ კომპანია დააფუძნოს ესტონეთში 3 დღე ჭირდება რა და 300 ევრო დაახლოებით რასაც უხდის სახელმწიფოს. ეგ არის და ეგ. აუცილებლად აღსანიშნავია რაც ჩვენ ახლა შევიტყვეთ არის ის რომ თუ ბევრი ფაუნდერი და კოფაუნდერი ყავს კომპანიას თუ გინდა რომ თქვა ესტონეთში დააფუძნო ეს კომპანია და იგივე ფაუნდერები ყველა ფაუნდერი ვინც დაარეგისტრირებს კომპანიას უნდა იყოს e-residenti რა. თუ e-residenti არ არის, მაშინ კომპანიის მებერი. ესტონეთში რეგისტრაცია ბიზნესის და გადატანა ტექნიკურად ფლად რთული არ არის, მოკლედ მონდომებული სტარტაპები ამას ძალიან მარტივად შეძლებენ. აქვე მინდა ბიზნესის დაიჭიროთ ადარი. ეგ არის და ეგ. აქვე მინდა ბიზნესის მხარეზეც ვისაუბროთ, რადგან ბოლო პერიოდის განმავლობაში ზოგადად ელექტრომობილებთან მიმართებით ცოტა არ იყოს და კომპანიების სტრატეგიები შეიცვალა, ზოგიერთმა საერთოდაც გადაუხვია სტრატეგიას ელექტრომობილების წარმოებისა, ზოგიერთმა შეამცირა წარმოების მაჩვენებლები და ზოგიერთი კომპანია სტარტაპი ამ შემთხვევაში ელექტრომობილების წარმოებელი გაკოტრდა და ბაზრიდანაც კი გავიდა. საერთოდ ჯამში ეს მოცემულობა და ეს ტენდენცია როგორ აისახება ელვენის საქმიანობაზე, თქვენს აწმყოზე, მომავალზე და საერთოდ ჯამში როგორ შეაჯამებდით 2024 წელს? კაი კითხვა ძალიან. კი, ნახეთ ბევრი სტარტაპი კომპანია რომელიც წელს საერთოდ გაქრა. თუმცა ისეთების ნახეთ ვისი ღირებულებაც აქტიურად იზრდება. შეიძლება პოლიტიკის ბრალიც არის, მაგრამ მაინც. მაგრამ საბოლოო ჯამში ელექტრომობილები ჯერჯერობით არსად აღქრება. იმიტომ რომ ტესლამ დაიწყო უზარმაზარი ვაიბი, მე ამ ვაიბს აყვა ყველა, იმიტომ რომ ტესლამ გახსნა პატენტები, ხო? ეხა ეს ტალღა რა, ეს ტალღა ავიდა პიკში, ეხა ეს პიკი მოდის ქვემოთ და ვინც ჩამოსაშორებელია ამ თამაშს თუ ამ რგოლას ჩამოშორდება. ვინც დარჩენადია, დარჩება და ამას მარტო ეკონომიკა და ბაზარი გადაწყვეტს. და მაგრამ ყველა ვერ გაქრება ვერაფრის. ტესლა ვერ გაქრება, იმიტომ რომ ხელა კომპანიაა, რომ ერთ დღეში ტესლას ვერ მოკლავ. თუნდაც იმიტომ რომ 1000 მყარი საფუძველი აქვს გარდამანქანების. მაგრამ რაც შეეხება ჩვენ საქმეს, ჩვენ წელს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც ვისწავლეთ ამ კომპანიებთან საუბარში,
და შემდეგ ამ სწავლის შემდეგ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავიდით წინ, რაც არის ის, რომ დღეს ჩვენ რო ველაპარაკებთ ნებისმიერ ელექტრომობილის ნებისმიერ მწარმოებელ კომპანიას. ყველას ვეუბნებით, რომ კი, ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ბატარეა შევფუთოთ და შეფუთული იდოს მანქანაში, თუმცა ვიცით, რომ ეს რთულია, ვიცით, რომ იმას მოიცავს R&D-ს ახალ ეტაპს მანქანაზე და ამ შემდეგ, ამიტომ მარტივ რაღაც თავაზობ. შენ ამ ბატარეებს ხო ინახავ სანამ მანქანაში ჩადებ, რომ ჩამოგივა საიდანაც, ხო ინახავ უეჭველი სადღაც. და ის ხო შენი სივრცეა და ის ხო შეიძლება დაიწვას. და მოდი შენახვაში დაგეხმარები. კონტეინერებს გაიკეთებ, რომელიც უბრალოდ შეგანახინებს და ტრანსპორტირებაში დაგეხმარებ. და იქ აღარ არის პრობლემა არც დისკის მატერიის, არც ფასის, თითქმის არაფრის, არც წონის დიდად, იმიტომ რომ სუბუქ მატერიალია. და ნუ მანქანაში 20 კილოს მნიშვნელობა ქონდა და კონტეინერში არ აქვს. და აღმოჩნდა, რომ ყველა კომპანიას ეს პრობლემა აქვს. გაცილებით უფრო აღელვებს ის ფაქტი, რომ მაგის მანქანები იწვის კი არა, არამედ ბატარეები იწვის ქარხანაში. იმიტომ რომ იმ მანქანას უკვე დაზღვევა მიხედავს და ამას ეს თავიანთი პრობლემაა, შიგნით გასწრება. და აღმოჩნდა, რომ ყველას უნდა. და მე თვითონ ადამიანებმა ტესლა ხო ერთი ადამიანი არ არის, იქ 1000 ადამიანი მუშაობს, ყველას ხო თავისი აზრი აქვს. და არა მხოლოდ ტესლაში, კიდევ სხვა კომპანიებში ბევრმა გვითხრამ, რომ ძალიან კარგი იდეაა, იმიტომ რომ აქ ბაზარზე შემოსვლა ამ პროდუქტის გაცილებით უფრო მარტივია, ჩვენ გაცილებით უფრო მარტივად დაგხვდებით და უკვე აქტიურ ურთიერთობაში რო ვიქნებით და პარტნერ კომპანიები რო ვიქნებით, მე გაცილებით მარტივია ის, რომ ადგე და თვითონ ბატარეაში თვითონ მანქანაში. ვამეხ, ძალიან საინტერესო მიგნება არის ჩვენთან ტექინფორმში როცა იყავი, მაშინ განსხვავებული მოდელი იყო და საინტერესოა და აქვე მინდა როცა საქართველოში იქნები უკვე დაგპატიჟო კიდევ ერთხელ ჩვენს ტექნოლოგიურ გადაცემაში, იქ უფრო საინტერესო თემებზე ვისაუბროთ, უფრო საჩვენო თემებზე, რაც აი უსწორედ შეფუთვას და ამ შემდეგ უკავშირდება, მაგრამ ნუ ამ ეტაპზე საეთერო დრო ასეთია და შეზღუდულია და მომავალში გეოდებით. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ საქმე საღამოში დღეს Elven Technologies-ის დამფუძნებელი ვამე ხერხეულიძე ჩაგვერთო, რომელთანაც საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი, კომპანიის წლევანდელი შედეგები და განვითარების სამმავლო პერსპექტივები მოვიხილეთ. საქმე საღამოს კი ჩვენ ზუსტად 1 წუთში გავაგრძელებთ მოკლე აბების დაიჯესტის შემდეგ. ბაქო-თბილისი ჯეიჰანის ნავთობსადენით ნოემბერში გადაზიდული ნავთობის მოცულობა 100,000 ტონით 2,600,000 ტონამდე გაიზარდა. საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის ცნობით 2024 წლის 11 თვეში ნავთობსადენით ჯამში 27 მილიონ ტონამდე ტვირთია გადაზიდული. დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ვარდნილ-ჰესი 2-ის რეიდერული მიტაცება დაიწყო, ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს. აიაშარას ინფორმაციით, გალის რაიონში მდებარე უმოქმედო ვარდნილ-ჰესზე აღდგენითი სამუშაოები 2 კვირის წინ დაიწყო. საქსტატის 11 თვის მონაცემებით დამოუკიდებელ სახელმწიფოთა გაერთიანების DST-ს ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვა 7 მილიარდ 100 მილიონ დოლარამდეა გაზრდილი. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 6.4%-ია. აღსანიშნავია, რომ 2020 წლიდან მოყოლებული DST-სთან სავაჭრო ბრუნვა მზარდია. ისტორიულ მაქსიმუმს 7 მილიარდ 300 მილიონ დოლარს კი 2023 წელს მიაღწია. მიმდინარე კვირა ტრადიციულად საკმაოდ დატვირთული იყო როგორც ეკონომიკური და ბიზნეს სიახლეებით, ასევე პოლიტიკური ამბებით. დღეს პარასკევია და ტრადიციულად საქმიან საღამოში კვირის ყველაზე მნიშვნელოვან სიახლეებს BMG-ს მთავარი რედაქტორის მოადგილესთან შოთა ტყეშელაშვილთან ერთად მიმოვიხილავთ. შოთა, გამარჯობა, დავიწყოთ საუბარი პირველ რიგში სანქციების თემატიკით. ეროვნულ ბანკთან მქონდა გაგზავნილი შეკითხვები, მივიღეთ გარკვეული პასუხებიც, რაც ამბობს SEBI სანქციების თემატიკასთან დაკავშირებით. დიახ, საკმაოდ საინტერესო პასუხი მივიღეთ საქართველოს ეროვნული ბანკისგან, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საქართველოს საბანკო სისტემა სრულ თანხმდრაშია და სრულად იცავს ყველა საერთაშორისო ფინანსურ სანქციას. ამის შესახებ ეროვნულმა ბანკმა გვიპასუხა კითხვაზე, რომელიც შეეხებოდა მიიჩნევს თუ არა SEBI იმას, რომ მათ მიერ 2023 წლის სექტემბერში მიღებული საგამონაკლისო ბრძანება შეეხება გლობალური მაგნიტსკის აქტით გათვალისწინებულ სანქციებსაც. ეს კითხვა გაგვიჩნდა იქიდან გამომდინარე, რომ თავად ეს საგამონაკლისო წესი, რომელიც შევიდა 2023 წელს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიერ გამოცემულ ბრძანებაში შეეხებოდა მხოლოდ რუსეთისთვის დაწესებულ ფინანსურ სანქციებს, ანუ უშუალოდ ამ საკითხთან დაკავშირებით შექმნილ
სანქციების აღსრულების წესში არის აღნიშნული გამონაკლისი, რომელიც განსაზღვრავს, რომ საქართველოს მოქალაქეების მიმართ ფინანსური სანქციები უნდა მოქმედდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი მათ წინააღმდეგ არის ქართული სასამართლოს მიერ მიღებული გამომტყუნებელი განაჩენი. ამას ითვალისწინებს ეროვნული ბანკის საგამონაკლისო წესი, თუმცა თავად ეს წესი, რომელშიც გამონაკლისი შევიდა, უკავშირდება მხოლოდ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, რაც უკრაინის ომს უკავშირდება. ამის მიუხედავად არსებობს სხვადასხვა სანქციები, სხვადასხვა სასანქციო აქტები, რომლებიც ძალაშია, თუმცა ისინი არ არის დაკავშირებული პირდაპირ რუსეთისთვის ომის გამო დაწესებულ სანქციებთან, იგივე გლობალური მაგნიტსკის სასანქციო პაკეტი თუ სხვა, ისინი არ არის დაკავშირებული უკრაინის ომთან, ასე რომ ჩვენი კითხვა შეეხებოდა იმას, მიიჩნევს თუ არ ასები, რომ მათი გამონაკლისი სხვა სასანქციო ნორმებით სანქცირებულ საქართველოს მოქალაქეებსაც შეეხებოდა, თუმცა სების პასუხი ამ კითხვაზე არის განსხვავებული და ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ქართული საბანკო სისტემა სრულად თანხვედრაშია საერთაშორისო სანქციების ნორმებთან და არ შედიან იმის განმარტებაში უშუალოდ შეეხება თუ არა. დიახ, ამ მიმართულებით ასეთი პასუხს იძნება ეროვნული ბანკი. სანქციები უნდა აღასრულონ კომერციულმა ბანკებმა და სწორედ ბანკებთან დაკავშირებით მაქვს კითხვა, მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდა დეპოზიტების სტატისტიკა, მოგვყევი რა ძირითადი ტენდენციები იკვეთება. დიახ, საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა ეროვნულმა ბანკმა, რომლის მიხედვითაც გასულ თვეში თითქმის 1%-ული პუნქტით შემცირდა დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი და ის 48%-მდე შემცირდა. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ მოქალაქეებმა თუ ბიზნესებმა დაახლოებით 350 მილიონი ლარის სადეპოზიტო პორტფელი უცხოურ ვალუტაში გადაიტანეს, ამასთან დაემატა ის, რომ პირდაპირ უცხოური ვალუტის დეპოზიტების მოცულობაც გაიზარდა, რამაც მთლიანობაში დაახლოებით 800 მილიონი ლარი შეადგინა. აღნიშნულიდან გამომდინარე კი მთლიანობაში გაიზარდა უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტების წილი და შემცირდა ლარის დეპოზიტების წილი. ეს ტენდენცია გრძელდება 2024 წლის აგვისტოდან მოყოლებული, მაშინ ლარის დეპოზიტები აჭარბებდა უცხოური ვალუტის დეპოზიტებს და 51%-ს შეადგენდა, 51.5%-იც კი იყო, თუმცა მას შემდგომ ეს მაჩვენებელი ლარის გაუფასურებისა თუ პოლიტიკური მოვლენების გამო შემცირებულია 48%-მდე, რაც იმაზე მეტყველებს, რომ დეპოზიტარები ჯერჯერობით უფრო მაღალ ნდობას ანიჭებენ უცხოურ ვალუტას, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც გარკვეული მერყეობები მიმდინარეობს ლარის გაცვლით კურსთან თუ პოლიტიკური თვალსაზრისით. მადლობა შოთა, ნამდვილად საინტერესო კვირა იყო. მე კი მაყურებელს შევახსენებ, რომ საქმეა საღამოში BMG-ის მთავარი რედაქტორის მოადგილე შოთა ტყეშელაშვილი გვერდდებოდა, ჩვენ კი საქმეა საღამოს ვაგრძელებთ მომავალი კვირის მნიშვნელოვანი სიახლეების ანონსით. მომავალი კვირა წლის განმავლობაში ყველაზე ნაკლებად დატვირთული იქნება, რადგან მსოფლიოს მასშტაბით საახალწლო დასვენების პერიოდია, რაც იმას ნიშნავს, რომ არც კომპანიები წარმოადგენენ თავიანთ ფინანსურ შედეგებს, არც სახელმწიფოები მიიღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და არც სტატისტიკური მიმართულებით იქნება განსაკუთრებული სიახლეები. ყველაფრის მიუხედავად, მაინც შეგვიძლია გამოვარჩიოთ რამდენიმე ისეთი მოვლენა, რომელსაც ინვესტორები ყურადღებას დაუთმობენ. მათ შორისაა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის განახლება აზიური სახელმწიფოების მხრიდან, მათ შორის ჩინეთი წარმოადგენს ახალ მონაცემებს ინდუსტრიულ წარმოებასთან და უძრავი ქონების სექტორთან დაკავშირებით. ასევე თლიანი შიდა პროდუქტის ზრდასთან დაკავშირებით უახლეს მონაცემებს წარმოადგენენ გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ოფიციალური უწყებები. გარკვეული სიახლეები ევროკავშირშიც იქნება, რომელიც უძრავი ქონების სექტორთან, უმუშევრობასთან, საგარეო ვაჭრობასთან და სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით განახლებულ სტატისტიკას წარმოადგენს. რაც შეეხება მეზობელ თურქეთს, მისი სტატისტიკის ეროვნული სამსახური ინფლაციასთან დაკავშირებით განახლებულ მონაცემებს გაასაჯაროებს და არსებობს მოლოდინი, რომ წლიური ინფლაცია 45%-მდე იქნება შემცირებული. კომპანიები კი კვარტალურ შედეგებს ფაქტობრივად არ გაასაჯაროებენ მომდევნო კვირის განმავლობაში. აი ესეთი იყო 27 დეკემბრის საქმიანი საღამო. ჩვენი გადაცემის დასრულების შემდეგ ელოდება თელარა გელანდია საავტორო გადაცემა წერტილი. პირდაპირ ეთერში მუშაობას საქმიანი საღამოს გუნდი ორშაბათს გააგრძელებს, BMG კი მუშაობას კვირა დღეს გააგრძელებს, როცა ეთერში გიორგი ისაკაძის ბიზნესის კვირეული გავა. ღამის მშვიდობის და დროებით.
მომავალ შეხვედრამდე. საქმიანი საღამოს სპონსორია კორა კონსალტინგი.